კესარი აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გალუსტაშვილის განაჩენით ჯაიანი დამნაშავედ ცნეს როგორც განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა ბრალდებულ ბექა ჯაიანს, თუმცა ის პროცესზე არ გამოცხადებულა. ნინო გალუსტაშვილის თქმით, ჯაიანმა სასამართლოს წერილით მიმართა, რომლის თანახმად სხდომაზე მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას. ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. კესარი აბრამიძე თბილისში საკუთარ ბინაში მოკლული 2024 წლის 18 სექტემბერს ნახეს. ის 36 წლის იყო. სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი დანით მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად სისხლისგან დაიცალა. 26 წლის ბექა ჯაიანი მომხდარიდან 6 საათში ქუთაისის აეროპორტიდან დააკავეს. პროკურატურის ცნობით ის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.